შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. პირველი ტომი. სამარცხვინო ომი, მერვე, ნაწილი პირველი. ვით მამალი სხვის მამალსა, დამტერდეს და წაეკიდოს, მას ცემდეს და თვით იცემოს, დაქოჩროს და დაეკიდოს, რა ორნივე დაღალულნი, ძაღლმა ნახოს, პირი ჰკიდოს. დავით გურამიშვილი. კორნელი სანაპირო ქუჩაზე ცხოვრობდა. მისი მეგობარი სანდრო ხოტივარიკი ყორღანოვისა, მაღალი სახლის მესამე სართულზე. სანდროს პატარა ოთახი ეჭირა ქვრივი ქალის ბარბარე მაჩაბლის ბინაში. წინათ ეს ოთახი ბარბარეს ქმრის ექიმ მერაბის კაბინეტი იყო. ოთახში ამჟამად ძველი მოდის სავარძლები, ფარდა გადაფენილი ტახტი და ლომბერის მაგიდა იდგა. ექიმის ქვრივმა ლამაზმა, შავგვრემანმა ქალმა კარგად იცოდა უცხო ენები, ინგლისური, ფრანგული და თავის შვილებს, მანანასა და ოთარსაც შეასწავლა. მაყაშვილისა და მაჩაბლის მსგავსი ოჯახების მდგმურების ხვედრი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ვარდო და ბარბალეს მსგავსი დიასახლისების ქალიშვილები ხშირად თავიანთ მდგმურებს, სტუდენტებს ეტანებიან. ხდება ისიც, რომ იმ მდგმურებს მოქიშპენი აღმოუჩნდებათ ხოლმე. სანდრო ანგარიშს უწევდა ამ გარემოებას და ამიტომ არავის არ ეპატიჟებოდა. ხოლო მაჩაბლის ბინაში მისი ნებასურვილის გარეშე თუ რომელიმე ახალგაზრდა კაცი გამოჩნდებოდა და მანანას არშიყობას დაუწყებდა, იგი ისე უხეშად მოეპყრობოდა და გაამასხარავებდა მას, რომ მეორედ მოსვლის სურვილი აღარ დაჰბადებოდა. სანდრომ იცოდა, რომ კორნელის უყვარდა ნინო და ამიტომ მას თავის მოქიშპედ არ სთვლიდა და მეგობრობდა. მზიანსა და მოწმენდილ დღეს კორნელი და სანდრო ფანჯრებს გამოაღებდნენ და ტყურის გაღმა გამოღმიდან ცხვირსახოცის ფრიალით და პირობითი ნიშნებით საუბრობდნენ. ახლა მოღრუბლული დღე იდგა. სანდროს ოთახის ფანჯრები დახურული იყო და კორნელიმ არ იცოდა ვისთან მისულიყო ფიქრის გასართველად. თუმცა მრავალ დროების მოწამე მტკვარი იქვე ნელა მოღელავდა, მაგრამ ჭმუნვარების დროს ადამიანი მეტადრე კი მეგობარი, უფრო სასურველი მესაიდუმლეა, ვიდრე უტყვი მდინარე, მთა და ტყეველი. კორნელიმ ქალაქში წასვლა დააპირა და მაშინვე ბორბლების გრიალი შემოესმა. ვერის დაღმართზე ხიდისკენ ცხენოსანი ჯარი მოდიოდა. მერმე ქვეითი გამოჩნდა და ბოლოს არტილერია. კორნელი ხიდის თავში გაჩერდა. ქუჩაში უამრავი ხალხი შეგროვილიყო. კაპიტანი ალექსიძე თავის ჯიშიან წაბლისფერ ცხენზე გიაურზე იჯდა და ბატარეიას წინ მიუძღოდა. თხაფეხა გიაურმა გრძელი კისერი მოღუნა, ყურები აცქვიტა და ხიდზე თამაში წამოვიდა. მის მსუბუქსა და ჩაზნექილ ზურგზე კაპიტანი ისე ირხეოდა, თითქოს ნავში ზის და ტალღები აქანავებსო. კორნელიმ ბატარეის ოფიცრები, მზვერავები და ჯარისკაცები იცნო. შერცხვა, ხეს მოეფარა და
მშობლიურ ბატარეას, რომელთანაც ერთად ბრძოლები გაუვლია, გაჭირვება და გამარჯვება განუცდია, საფარიდან დარცხვენით გახედა. ქუჩაზე სამთო ზარბაზნები გაირაზმნენ. ზარბაზნებს სალაშქროდ გაწყობილი და შეიარაღებული ჯარისკაცები მოსდევდნენ. ბატარეა სომხეთის წინააღმდეგ ომში მიდიოდა. უცბად კორნელიმ სანდრო ხოტივარი დაინახა. იგი კორნელის ლურჯაზე იჯდა, ბაზარა ეცვა და ისიც სალაშქროდ შეჭურვილიყო. კორნელიმ თავისი ლურჯა რომ დაინახა, შეკრთა. ვეღარ მოითმინა და სანდროსაკენ გაემართა. სანდრომ ცხენი ქუჩის კიდეზე შეაყენა. მხედარს ხალხი შემოერტყა. ცხენმა იცნო კორნელი. ჩუმად ჩაიხვიხვინა, თითქოს პირუტყვის ენით მიესალმაო. მერე ხავერდივით ნაზი და რბილი ჩიჩვირი წამოზიდა. კორნელის ხელში ახო და მოუსვა. გაწუწკებული ლურჯა შაქრის ჭმევას ყავდათ მიჩვეული. კორნელიმ კისერზე ხელი მოუთათუნა და გული აუჩვილდა. რამდენჯერ უვლია ამ ცხენით ომში, ღამით ჯავახეთის მთების ნაპრალის პირას, დაღლილ დაქანცული უნაგირზე პირქვე დამხობილი და დაუძინია კიდეც, მაგრამ ლურჯას სამშვიდობოზე უვნებლად გაუყვანია. სწორედ ამ ლურჯაზე იჯდა სანდრო, როდესაც ომში მძიმედ დაჭრილი და ფურგონზე მოთავსებული ამხანაგი გრიგოლ ცაგურიშვილი ახალ ქალაქიდან 9 წყაროს გზით გადმოიყვანა და ბორჯომამდე მიაცილა. ასპინძის ომში დაჭრილი და ბორჯომში გარდაცვლილი ამხანაგი ცაგურიშვილი მოაგონდა ახლა კორნელის. ომში მიმავალი სანდრო შეეცოდა და ჰკითხა: სად მიდიხართ? შულავერში, მიუგო სანდრომ. ზარბაზნებზე ისევ ძველი ბიჭები მუშაობენ? ო, თითქმის ყველანი ძველი ბიჭებია. მართლა ბატარეის უფროსმა გიკითხა, კარგი მემიზნე იყო და ომში წამოვიდესო. თქვენ უკვე ფრონტზე მიდიხართ და თქვენთან წამოსვლას ვერ მოვასწრებ. ვაგონებში ბატარეის დამაგრებას დიდი დრო დასჭირდება. მანამდე როგორ ვერ მოასწრებ? ანუგეშა სანდრომ და ცხენი ნაბიჯით წაიყვანა. კორნელი ფეხით მიხვებოდა და ზდუნდა. სომხეთის წინააღმდეგ ომი სამარცხვინოთ მიაჩნდა. პლეხანოვის პროსპექტზე გავიდნენ. კორნელის ნაცნობი ჯარისკაცები და ოფიცრები ესალმებოდნენ, უღიმოდნენ და აქეთ-იქიდან ეძახოდნენ. ომში რა დარმოდიხარ, ბიჭო? კორნელის სახეზე ალმური წაეკიდა. სადგურთან გასასვლელი მოედანი ჯარით გაჭედილიყო. დეკემბრის სუსხიანი ქარი უბერავდა. ტრამვაი სადგურთან ფარდულივით გადახურულ პატარა შენობაში ოფიცრები და მათი გამცილებლები იდგნენ. ცოტა ხნის შემდეგ მოედანზე ვარდო, ნინო, ელო, გერმანელი ქალი მარგარიტა ლეც, პოლკოვნიკი ჯიბო მაყაშვილი და ჯარისკაცი მიხა მაჭავარიენი გამოჩნდნენ. ისინიც ტრამვაის სადგურთან მივიდნენ. მიხა მაჭავარიანიც სალაშქროთ იყო გამოწყობილი, ტყავის ჩანთა და ხმალი ეკიდა. კორნელიმ ბრაზით და შურით გადახედა და გაიფიქრა: მე ძმობა და მეგობრობა შემომფიცა, ხოლო პირველ შემთხვევისთანავე მიღალატა და გამრიყა. მეგობარიც ასეთი უნდა. ელო და ნინო ტრამვაის სადგომთან გამოვიდნენ. ქუჩა გადაირბინეს და გასტრონომიულ მაღაზიაში შევიდნენ. ვარდო მიხასთან დარჩა. იცინოდა და კორნელი დარწმუნდა, რომ მასა და მაყაშვილებს შორის შერიგება მომხდარიყო. ჯიბომ გერმანელ ქალს მარგარიტას მკლავში ხელი გაუყარა და ტრამვაის სადგურის უკან გაიყვანა. ქალი მთელი სტანით ეკვროდა და
ყურში რაღაცას ეჩურჩულებოდა. კორნელიმ ჯიბოს ნათქვამს ყური მოჰკრა. ეგრე ნუ მიცქერით, თორემ ამ ხალხის წინაშე გაკოცებთ. თქვენ ვერ გაბედავთ. მიუგო მარგარიტამ და გულიანა ჩაიკისკისა. მაღაზიიდან ელო და ნინო გამოვიდნენ. დაფეთებული თვალებით გახედეს ქუჩას, ტრამვაის უფრთხოდნენ. ერთმანეთს ბავშვებივით ჩასჭიდეს ხელი და ქუჩაზე გადმოირბინეს. უმიზეზოდ იცინოდნენ და გრძელ კანჭებს ულამაზოდ განდაგანისროდნენ. თითქო დიდი მანძილი გაირბინეს და არაქათი გამოსცლიათო. ნაყიდი მიხას გადასცეს, ქაღალდის პარკი და კონსერვები. მიხამ მადლობა გადაუხადა და ქალებს მლიქვნელურად ხელზე აკოცა. უკვე შერიგებულან, გაიფიქრა ისევ კორნელიმ. ელოს და ნინოს დააცქერდა. ისინი მოწაფე გოგონებივით იდგნენ მიხას წინაშე, ლოყები გასწითლებოდათ. თანაგრძნობით სავსე გულუბრყვილო ბავშვის თვალებით მისჩერებოდნენ ომში მიმავალ მებრძოლს, რომელიც მათ საჩუქრებს ტყავის ჩანთაში ალაგებდა. ცხადია მიხას ომში წასვლა იმიტომ გადაუწყვეტია, რომ ელო შერიგებოდა. გაიფიქრა კორნელიმ. შეურაცხყოფილი ჭაბუკი დაიბნა, გაბრაზდა და მაყაშვილებს ამზერით მიაჩერდა. ამიერიდან მათი არაფერი არ მოსწონდა. ელო მიხას უღიმოდა და მისი ღიმილი საკმაოდ სულელურ ღიმილად ეჩვენა. ნინოც ბედნიერის თვალებით შესცქეროდა ცოლ-ქმარს და მისი ღიმილიც სულელურ ღიმილად ეჩვენა კორნელის. რამოდენა ლაშები ჰქონიათ ნინოს და ელოს, რა უშნოდ იცინიან, ლოყებიც რომ უსიცოცხლოდ შეღებილ დედოფალასავით წამოსწითლებიათ. გაიფიქრა კორნელიმ და დასცინა. ქართველი ქალები ომში მიმავალ მებრძოლებს აცილებენ. ეს როდი აკმარა? იზღა აკლიათ ელოს და ნინოს მიხას წინაშე ბავშვებივით ხელების მტვრევა და ჩვილის მსგავსი ტიკ-ტიკი დაიწყო. ომში ლატომ მიდიხარ, ვიტილებთო, ფუ, თქვენი. გააფურთხა კორნელიმ და გაიფიქრა, ტიკინების კომედია. კორნელიმ ესტატე მაყაშვილი და პლატონ მოგველაძე დაინახა. ისინიც ტრამვაის სადგომთან მივიდნენ. პლატონს შავი კატელოკი ეხურა და შავი პალტო ეცვა. ყელზე ჭადრაკის დაფასავით შავად და თეთრად მოხატული კაშნე მოეხვია. წვერ ულვაში გაპარსული ჰქონდა. ხელთათმანი გაიძრო, შორიდანვე მოიხადა კატელოკი, მარცხენა ხელში დაიჭირა, ქალებთან მიიჭრა და ხელზე ეამბორა. როგორ ბრძანდებით, ბატონო პლატონ, რად დაგვივიწყეთ? მთელი საუკუნეა, რაც ჩვენსა არა ყოფილ ხართ, უსაყვედურა ვარდო. გმადლობთ, ქალბატონო, ასეთ უკუღმარ დროში კარგად ვიღა იქნება. თქვენ თავს რა დამავიწყებს? მიუგო პლატონმა. შავი ხელთათმანი ისევ გაიკეთა, გაიღიმა და ნინოს გადახედა. ვარდო მიხვდა თუ რისთვის არ დაივიწყებდა პლატონი მაყაშვილებს. იამა და მოაგონა. ნინოობა ახლოვდება. იმ დღეს ჩვენსა უნდა იყოთ. თამადობა არ აღწდებათ. თელაურად დაამღერა და ჩაიჭიკჭიკა ვარდომ. მაყვლისფერი თვალები განაბა და გაიცინა. ნინოობას ჩინებულად ვიზეიმებთ. მიუგო პლატონმა და ნინოს გვერდით დადგა. თავი დახარა და ჩუმად დაუწყო ლაპარაკი. კორნელი აილეწა. პლატონს დაავიწყდა, რომ 14 იანვარს იგი ბაქოში იქნება. უთხრა ცოლს ესტატემ. როგორ? ერთხმად დაიძახეს და გაიკვირვეს ვარდომ და ნინომ.
Წარბები შეჰყარეს და პლატონს გაოცებული მიაშტერდნენ. თითქოს საქვეყნო მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება შეფერხდაო. მართლა ბაქოდან ჩემი მეგობრის, ცნობილი რუსი პოეტის და ფილოსოფოსის ვიაჩესლავ ივანოვის წერილი მივიღე, იქით მიხმობს. იგი ამჟამად ბაქოს უნივერსიტეტში ანტიკური ლიტერატურის კურსს კითხულობს. მე ხვეწება, საათები გავიყოთ და აგრეთვე ცოტა ხნით ვესტუმრო. ჩვენი სულიერი მეგობრობა დიდი ხანია უკვე რაც გაინასყვა. მერმერა, თუ მშვიდობა იქნა და ეს ომი ჩვენ და სასარგებლოდ დამთავრდა, ნინოს დღეობაზე ბაქოდან საგანგებოდ ჩამოვალ. დაამშვიდა დედა და მისი ქალი პლატონმა. ამ დროს მოედანზე მანქანა გამოჩნდა. შიგ მენშევიკების სამხედრო მინისტრი გიორგაძე და სარდალი აზიზაშვილი ისხდნენ. ჯარი შეირხა და ახმაურდა. სარდალი! ესტატე და პლატონი სადგურისაკენ გაემართნენ. მთავრობის დარბაზი ოფიცრებით იყო სავსე. ესტატემ დარბაზის გვერდით ოთახის კარი შეაღო და შიგ შევიდა. მას პლატონიც მიხვა. ოთახი ჭაღებით იყო განათებული. იატაკზე დიდი ფარდაგი ეფინა. კედლებზე მარქსის, ენგელსის, კაუცკის, პლეხანოვის და ჟორდანიას სურათები და ამიერკავკასიის რუქა ეკიდა. კუთხეში ტელეფონი. ოთახის შუა ადგილას წითელი მაუდით გადაფენილ გრძელ მაგიდასთან, რომელსაც ლარნაკები და მაღალყელიანი სურები ამკობდნენ, მინისტრი გიორგაძე და სარდალი აზიზაშვილი ისხდნენ და საუბრობდნენ. ესტატე და პლატონი მიესალმნენ მათ. ჩიატანის შავწვერა და ფერმკრთალ მინისტრს შავი პალტო ეცვა, შავივე კრაველის ქუდი ეხურა. იგი ესტატეს და პლატონს კარგად იცნობდა, ადგა და ორთავეს ხელი ჩამოართვა. სარდალიც ასევე მოიქცა. გენერალ აზიზაშვილს მაზარა ეცვა. მსოფლიო ომის დროს დასავლეთის ფრონტზე დაჭრილი მარცხენა ხელი შემხმარი ჰქონდა. მაზარის სახელო ცარიელივით ეკიდა და ცალხელა ინვალიდი გეგონებოდათ. ერთი შეხედვით იგი თითქოს არაფრით არ განირჩეოდა ყრივი, ჯმუხი და ტაბაკვერა ქართლელი გლეხისაგან, მაგრამ ომებს შეჩვეული მხედრის გარუჯულ სახეზე მონღოლსავით აზიდულ მყრიმალის ძვლის ზემოთ ანთებული თვალები ისეთის ძალით აშუქებდნენ, რომ მაშინვე მოპირდაპირეს გასტეხდნენ და თვალის გავლენის ქვეშ მოაქცევდნენ. როგორი მდგომარეობაა ფრონტზე? კითხეს ესტატემ და პლატონმა. გენერალი ამიერკავკასიის რუქასთან მივიდა. ქართული და სომხური ჯარების განლაგება უჩვენა. სარდალი არც კი უცქერდა რუქას. ისი ატარებდა საჩვენებელ თითს კედელზე და გაზეტირებულ გაკვეთილსავით ლაპარაკობდა, რადგან უკვე 2 კვირა იქნებოდა, რაც მთავრობის თითოეულ წევრს, პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებს უმარტავდა ფრონტზე შექმნილ მდგომარეობას და ბოლოს მობეზრდა. სარდლის ახსნა განმარტების შემდეგ ესტატეს და პლატონს ნათელი სურათი წარმოუდგათ. ოთახში არმიის შტაბის უფროსი შემოვიდა და მას სარდალმა მთელი რიგი დავალება გადასცა. სადგურის წინ ორთქმავლის კივილი და ვაგონების ბორბლების გრიალი გაისმა. პლატონი დარბაზში გაიჭრა. ცოტა ხნის შემდეგ ისევ ოთახში შემოვარდა და შეშინებული სახით სარდალს ახალი ამბავი შეატყობინა. ჯავშნიანი მატარებელი წავიდა. აზიზაშვილმა გაიღიმა. ჯავშნიანი მატარებლები და სამხედრო ეშელონები
ყოველდღე მიდიოდნენ ახალ ფრონტზე და პლატონის გაოცება სასაცილოდ მოეჩვენა. მართალია გენერალო, სანაინის ხეობაში სომხებმა ჩვენი ჯავშნიანი მატარებელი დაამსხვრიესო, ჰკითხა ესტატემ. დიახ, ამას გენერალი წულუკიძის მოხსენება ადასტურებს. მაშა სადამე ნამდვილად გვეომებიან. მაშ რა გეგონათ? სომხის ჯარები ღამით მოულოდნელად დაგვესხნენ და ჩვენი მესაზღვრეები ამოხოცეს. ყრუც წარმოს თქვა გიორგაძემ. ისინი დიდხანს ემზადებოდნენ ამისათვის და არავის ჩვენგანს არ სჯეროდა. უსაყვედურა მინისტრს ესტატემ. გიორგაძე დაიბნა. ტყვე ოფიცერს მნიშვნელოვანი საბუთები აღმოაჩნდა. საიდუმლო თუ არ არის როგორი? სომხური არმიისადმი ბრძანება, რომელიც ამჟღავნებს სომხური მთავრობის აღმაშფოთებელ გეგმებს. როგორ აფასებთ თქვენ ფრონტზე შექმნილ მდგომარეობას? ჰკითხა გენერალს ესტატემ. სარდალმა ღიმილით გადახედა ესტატეს, პლატონს, თვით მინისტრსაც. თითქოს ხვედრიდა, უკეთესი იქნებოდა თქვენი საქმე გეკეთებინათ. უქმად არ დაგეკარგათ ძვირფასი დრო და ხელი არ შეგეშალათ ჩვენთვის ვეწარმოებინა ომი. მაგრამ იგი ისევ მივიდა რუქასთან. აი აქ სადახლოს რაიონში ტრის ჯარებმა სოფლები აშა ღასერალი და შულავერი დაიკავეს. ღმერთო ჩემო, ეს დაუჯერებელია, ღელავდნენ ესტატე და პლატონი. მინისტრმა დარცხვენით ჩაჰკიდა თავი. ბატონებო, დამშვიდდით, თქვა გენერალმა. ამდენ ხანს ჩვენი არმია ტაქტიკური მოსაზრებით იხევდა უკან. ამჟამად კი ფრონტზე ჯარების იმდენი რაოდენობა მოგვეპოვება და იმდენი რეზერვები ზურგში, რომ შეგვიძლია სომხურ არმიაზე გაცილებით უფრო მრავალრიცხოვან მტერსაც კი ვეომოთ და დავამარცხოთ. მე მაწუხებს ის გარემოება, რომ სომხებმა სწორედ მაშინ დაიწყეს ჩვენს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედება, როდესაც ამიერკავკასიაში ინგლისელებმა შემოდგეს ფეხი. ამ ორ მოვლენას შორის უთუოდ არსებობს კავშირი, დაუდასტურა სამხედრო მინისტრმა. დაშნაკები ისევ განაგრძობენ დიდი სომხეთის ფანტასტიკური იდეით გატაცებას, რომელიც შავი, კასპიისა და ხმელთაშუა ზღვებს შორის უნდა გადაიჭიმოს. ამბობდა ესტატე და თან უჩვენებდა რუქაზე დიდი სომხეთის ნავარაუდევ ტერიტორიას. თურქეთის ვილაიეთებს, ამიერკავკასიის ნაწილს, მტკვრის მარცხენა ნაპირს, თბილისით ჩათვლით და კილიკიას, ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელს. სისულელეა, აღმოხდა აზიზაშვილს. არა, ეს სისულელე არ არის. დიდი სომხეთისათვის იღწვის ახლა პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე სომხური დელეგაცია, ცნობილი ნუბარ ფაშას მეთაურობით. მის წინადადებას მხარს უჭერენ ლოჯი, ვილსონი და ლოიდ ჯორჯი. ღმერთმა ნუქნას, რომ მათ ინგლისისა და ამერიკის ჯარები მიეშველნენ. გაბედონ, მაშინ ჩვენ მათ ჯარებსაც შეუტევთ. ცნობილია რა მებრძოლებიც გახლავან ინგლისელები და ამერიკელები, ცხარობდა სარდალი. მათთან ომი, გენერალო, ჩვენ ხელს არ მოგცემს, შენიშნა ესტატემ. უხერხული ატმოსფეროს გასაფანტავად მინისტრმა დამსწრეთ საიდუმლო გაანდო. მეგობრებო, მე შემიძლია სრულიად საიდუმლოდ გადმოგცეთ ახალი ამბავი. გუშინ ლონდონიდან ჩვენი დელეგატებისაგან, ავალიშვილისა და ღამბაშიძისაგან ჟორდანიამ დეპეშა მიიღო.
ისინი გვატყობინებდნენ, რომ ინგლისის მთავრობასთან ჩვენს მოლაპარაკებას კარგი პირი უჩანსო. ინგლისის მთავრობამ კარგი მიღება გაგვიმართა და არის უტყუარი შანსები იმისა, რომ ინგლისი საქართველოს დამოუკიდებლობას ცნობსო. ვაშა! დაიძახეს ესტატემ და პლატონმა. მინისტრსა და გენერალს ხელი ჩამოართვეს და გადაკოცნეს. ეს დიდი ამბავია. საქართველოს ბედის წვევია. იძახდნენ უცხო ძალის იმედით ფართო ლოგინის გაშლას ჩვეული ესტატე და პლატონი. ამიერიდან ინგლისი ჩვენთან ომს მოერიდება. დასძინა მინისტრმა. სარდალსკი მინისტრის ცნობისათვის მაინც და მაინც ყურადღება არ მიუქცევია. იგი მხოლოდ ომით იყო გატაცებული და თავისი ჯარების იმედი ჰქონდა. კარებისაკენ იცქირებოდა. საქმეზე მოსული ოფიცრები ხშირად აღებდნენ კარებს, მაგრამ სარდალთან მოსაუბრე სამხედრო მინისტრს, ესტატეს და პლატონს რომ დაინახავდნენ, ოთახში შესვლას ერიდებოდნენ და ისევ დარბაზში ცდას არჩევდნენ. ბოლოს სარდალმა მოიხმო ჯარის ნაწილების უფროსები და ოთახში ახოვანი ოფიცრები შემოვიდნენ. მათ შორის პოლკოვნიკი ჯიბო მაყაშვილიც იყო. მცირე თათბირის შემდეგ მინისტრი და სარდალი ეშელონების დასათვალიერებლად წავიდნენ, ხოლო ესტატე და პლატონი მინისტრის მიერ გადმოცემული ახალი ამბით დაიმედებულნი მოედნისაკენ გაეშურნენ. ესტატემ ცოლს სრულიად საიდუმლოდ ახალი ამბავი შეატყობინა. ვარდომად საიდუმლოდ მეგობრებს უამბო, მეგობრებმა კი თავისიანებს. მალე ეს ახალი ამბავი მთელმა ქალაქმა შეიტყო და მეორე დღეს უკვე არავითარ საიდუმლოს აღარ წარმოადგენდა. როდესაც ესტატე ცოლშვილთან მივიდა და ახალი ამბავი შეატყობინა, ჯარი უკვე წასულიყო მოედნიდან და ახლა ჯგუფ-ჯგუფად დარჩენილი ხალხი იდგა მხოლოდ. მოქალაქენი ომისა და სასურსათო გაჭირვების შესახებ ხმამაღლა კამათობდნენ. ხალხს უკიდურესი აღგზნება ემჩნეოდა. როგორც ჩანს, ცოტა ვიომეთ. აღშფოთებას გამოთქვამდა დაბამბულ ქურთუკში გამოწყობილი მოხუცი. ისევ სასაკლაოზე მიხავთ ჯარისკაცები. რა სამარცხვინო ამბავია. ნახეთ გუშინ როგორ მიერეკებოდნენ პროსპექტზე ტყვეს სომხებს. რას მოვესწარით? ამბობდა ახალგაზრდა კაცი გაზეთით ხელში. პატრიოტული გრძნობის ასაწევად. დასძინა მოხუცმა მუშამ. ეს მენშევიკური პატრიოტიზმი ჩვენ ბოლოს მოგვიღებს. უთუოთ დაეთანხმა მაღალი გამხდარი ქალი. აი წავედი ბაზარში და ვერაფერი ვერ ვიშოვე. კიდეც რომ იშოვო, მენშევიკების ბონები არ გეყოფა. შეუძლებელია ცხოვრება, იყვირა მუშამ. შეპირებებით გვასაზრდოებენ მხოლოდ. საქმით კი 8 საათიანი სამუშაო დღის ნაცვლად 12-14 საათი უნდა იმუშაო უცელ გამხმარი კუჭით საამქროში. მოიჭირე და მოიჭირე ქამარი. ხალხი ასეთ სამუშაოსაც კი ეპოტინება, ამას ცადე გაფიცვა. მათი სახალხო გვარდიელები ქცემენ და ბოლოს დაგაპატიმრებენ. სამუშაო თუ დაჰკარგე, ქუჩაში დარჩები და შიმშილისაგან სული ამოგხდება როგორც ძაღლს. ჭაბუკმა სათვალე მოიხსნა, გაზეთი დაკეცა და დაიწყო. ყოველდღე იხურება ქარხანა, ფაბრიკა და სახელოსნო. გაზეთში წერენ, რომ ჭიათურის 26 სარეწაოსაგან მხოლოდ 3 მუშაობსო
იცით მე პატრონენი როგორ ხსნიან სარეწაოების დახურვას ისინი ამბობენ რომ მუშების ხელფასი ძალიან დიდი არისო ხალხში აღშფოთების ხმები გაისმა ხელში გაეჭხიროთ მათ ის ხელფასის მიღებამდე კიდევ 10 დღეა შინ კი პურის ნამცეციც არ მომეძებნება მათი ხელფასით 5 გირვანკა დამპალ კარტოფილსაც კი ვერ იყიდი უცებ ლაპარაკი შეწყდა მოედანზე შეკრებილმა ხალხმა ანდრეევის ქუჩისაკენ გაიხედა იქიდან ხმათა გუგუნი და ყვირილი მოისმოდა მოედანზე ბავშვები გამოცვირდნენ და მერმე ინტერნაციონალის მჭექარე სიმღერა გაისმა ეს რკინიგზელები და ტრამვაის მუშებია დაიძახა ვიღაცამ დაფიცულნი თავრობის შეცვლას და სომხეთთან ზავს მოითხოვდნენ სიმღერა უფრო და უფრო ახლოვდებოდა ტრამვაის პარკისა და რკინიგზის სახელოსნოების მუშები მოედნისაკენ ჩქარი ნაბიჯით მოდიოდნენ მათში ჯარისკაცები ჩამდგარიდნენ წითელი დროშები ფრიალებდა უცებ სადგურის ქუჩის მხრიდან ცხენების თქარათქური მოისმა მუშები და გვარდიელთა ცხენოსანი რაზმი ერთდროულად შემოვიდნენ მოპირდაპირე ქუჩებით მოედანზე ტრამვაის სადგურის პატარა შენობამდე მიაღწიეს რაზმის უფროსმა ცხენი შეაყენა ჩოხაში გამოწყობილი გამხდარი მხედარი უზანგებზე აღიმართა ათრახი ასწია და ჭირვეულად დაიძახა დაიშალეთ მუშები კი ისევ მწყობრად მოდიოდნენ დასცალეთ მოედანი იყვირა ისევ რაზმის უფროსმა ცხენი დასძრა და ხალხში შეიჭრა რაზმები გაიშაოდნენ ცხენები მიაგდეს და მუშებს გარს შემოერტყნენ ათრახს სცემდნენ თელავდნენ და აღარ ზოგავდნენ ამხანაგებო დადექით იცოდეთ ვინც გაიქცევა ხდალი და მოღალატეა დასცხეთ ჯალათებს დასცხეთ ხალხის მტრებს გაზახა ხალხს ტყავის ქურთუქში გამოწყობილმა ახოვანმა მუშამ კორნელი მაშინვე იცნო თებერვლის რევოლუციის მერმე ნაძალადევში მოწყობილ მიტინგზე მენშევიკების წინააღმდეგ გამოსული ახალგაზრდა მუშა რომელმაც ხალხს მიმართა ჯერ კიდევ დიდი ბრძოლები გველის მუშები ცხენოსან რაზმელებს მისცვირდნენ ზოგი უნაგირიდან გადმოიღეს მოკირწყლული ქუჩა ახარეს გვარდიელებს ქვები დაუშინეს და გაიქცნენ ახლა მოედანზე სხვა ხალხი ტრიალებდა ხალხის თავზე კიდევ რამდენიმე წითელი დროშა გაიშალა ამხანაგებო გაისმა სახელდახელოდ მოტანილ მადიდაზე გასული ქურთუკიანი ორატორის ძლიერი ხმა ორატორი აღშფოთებას გამოსთქვამდა ქართველ სომეხთა ომის გამო წყევლაკრულვას უგზავნიდა ამიერკავკასიის ხალხთა შორის ომის გამჩაღებელ მენშევიკებს და დაშნაკებს ყოველი მისი სიტყვა რწმენით იყო სავსე ლითონივით ჩამოსხმული და მახვილივით ბასრი მუშა ორატორი მუშტებს იქნევდა და ისე ბორგავდა თითქოს ქურის წინ დგას და გავარვარებულ ფოლადს აწრთობს და ჩაქუჩებით კვერავსო განიერი ბეჭები წისქვილის დოლაბებივით ერხეოდნენ მან ამიერკავკასიის ხალხთა შორის მანამდე არსებულ თანხმობაზე და სიყვარულზე ილაპარაკა და თავისი სიტყვა მოწოდებით დაასრულა გაუმარჯოს ამიერკავკასიის მშრომელთა ინტერნაციონალურ კავშირს გაუმარჯოს საქართველოს სომხეთის და აზერბაიჯანის ოქტომბერს გაუმარჯოს შეძახა ხალხმა
როედანზე სამი მხრიდან შემოვიდნენ ჯარები, მისი გაწმენდა მხოლოდ ღამით მოხერხდა. ქალაქში დაჭერები გაჩაღდა.